საღამო მშვიდობის ეთერშია პრესის მორიგი გამოშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთნაირ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ მოსაზრებას. ალბათ გახსოვთ, რომ თვეში ერთხელ ჩვენი პრესის სტუდიის მარცხენა ფლანგი თავისი სავარძლით მთლიანად ეთმობა ერთ კონკრეტულ მომღერალს, მუსიკოს ან ჯგუფს. ანუ დღევანდელი პრესის კითხვები დაისმება მხოლოდ ერთი ადამიანის მისამართით და ეს საპასუხისმგებლო მისია დღეს დაეკისრა ცნობილ მუსიკოს ირაკლი ჩარგვიანს. გამარჯობა ირაკლი. აქვე მივესალმებით ჩვენი პრესის სტუდიის მარჯვენა ფლანგს, ასე ვთქვათ, საპრესად მომზადებულ ადამიანებს. გამარჯობა. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები დღეს ამ სტუდიაში, როგორი კითხვები დაებადებათ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეს-გუნდის წევრებს და საერთოდ როგორ შეძლებს თავად ირაკლი ჩარკვიანი მათი სიტყვიერი შეტევის მოგერიებას. ეს ირაკლი თუ საიდუმლო არ არის, ხშირად გიშლიან ნერვებს ჟურნალისტები. არა, იცი მე მგონი მე უფრო ხშირად ვიშლი ნერვებს სტუდიაში. მართალია. მოკლედ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ რა, როდის და როგორ გაუკეთებია ირაკლი ჩარკვიანს თავის არც თუ ისე ხანმოკლე მუსიკალური კარიერის მანძილზე. რუბრიკა დოსიე პრესის ეთერში. ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა ქალაქ თბილისში 1961 წელს. დაამთავრა მუსიკალური შვიდწრედი ფორტეპიანოს განხრით. 1979 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1976 წელს ირაკლი ჩარკვიანმა დაწერა თავისი პირველი სიმღერა. ამ დროს ურთიერთობს როკ ჯგუფთან არიში. შემდეგ უკრავს და მღერის ჯგუფში საბავშვო მედიცინა. 1983-87 წლებში მისი პოემები და მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდება. 1991 წელს მიდის სასწავლებლად ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც საზაფხულო სკოლაში გადის პოეზიის კურსს. არის ერთ-ერთი დამაარსებელი 90-იან წლებში ძალიან პოპულარული პოეტური დაჯგუფების და სახელწოდებით რეაქტიული კლუბი. 1992 წელს გერმანიაში ქალაქ კიოლნში წერს თავის პირველ ალბომს სახელწოდებით Swan Songs. შემდეგ უშვებს კიდევ 3 ალბომს: Აფრენ, Amo და Savse. სხვადასხვა დროს გამართულ ფესტივალებზე მისი აქტიური მონაწილეობა ქართული ალტერნატიული მუსიკის განვითარებაში აღინიშნება სხვადასხვა ჯილდოებით. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ასეთია მშრალი ქრონოლოგია განმსწრობის ფუნქციას ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს მივანდობ დანარჩენს და ყველაზე საინტერესოს მომდევნო 1 საათის განმავლობაში მოისმენთ. ბრძოლას ძალიან ისეთი უხეში სიტყვა, კამათს, ან ბას, ან საუბარს, ან საერთოდ სანახაობას 8 1-ის წინააღმდეგ, ან სულაც 1 8-ის წინააღმდეგ დაწყებულად ვაცხადებ და დავიწყოთ. მოგესალმებით ირაკლი, გამარჯობა, ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. როგორც გადაცემის ანონსიდან შევიტყვეთ, თქვენ აცხადებთ, რომ ირაკლი ჩარკვიანი იყო, არის და იქნება. რადგან მეჩვენება, რომ ხმამაღალი განაცხადია თქვენი მხრივ. და საბოლოოდ დარწმუნებული ხართ თუ არა იმაში, რომ თქვენი მუსიკა მოსწონს საზოგადოებას, მიღებულია და პროცენტულად მაინც თუ იცით, აი რაღაცა სტატისტიკური მონაცემები, რამდენი უსმენს თქვენს მუსიკას? იცით რა არის, რაც შეეხება ხმამაღალ განაცხადს, ყველა ჩემი განაცხადი ხმამაღალია, იმიტომ რომ მე პრინციპში ხმამაღლა ვამბობ ხოლმე ყველაფერს. როცა ვამბობ. რაც შეეხება სტატისტიკას, მე ეს არ მაინტერესებს აბსოლუტურად რამდენი ადამიანი უსმენს ჩემ მუსიკას, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ მე კომერციული მუსიკოსი ვარ და ამიტომ მე სტატისტიკა არ მაინტერესებს. ჩემს თავარი რომ მე ჩემი მუსიკა მე თვითონ მომწონს და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ამიტომ მე არ მაქვს პრობლემა იმისი, მე ყოველთვის ვიქნები, იმიტომ ვიქნები, რომ მე ვიცი, რომ ჩემი მუსიკა იქნება ისეთი რომელსაც მე კარგად გავაკეთებ უბრალოდ. ახლა რამდენად ეს იქნება სხვისთვის მისაღები, ეს ჩემს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემს მნიშვნელოვანია, რომ მე არ დავაკლებ შრომას, ეს არის ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა. დიდი მადლობა და მიკროფონი გადავცეთ ნატუკა შენ? შეიძლება. ნინომ დაგასწრო. საღამოშობისა ირაკლი ნინო მურგულია ჟურნალი რეიტინგი. მე მაინტერესებს მოკლედ ჩამომიყალიბოთ რას ნიშნავს თქვენთვის მომღერალი, ანუ კრიტერიუმები თუ შეიძლება თქვენი როგორ განსაზღვროთ მომღერალს. ვინ არის თქვენთვის მომღერალი? მომღერალი ჩემთვის არის პირველ ყოვლისა ადამიანი, ვისაც აქვს ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი. ანუ ის გამორჩეული უნდა იყოს თავისი ხმის ტემბრით, ის უნდა იყოს პერსონა, ანუ მას ცნობდე, იმიტომ რომ მას გამორჩეული ტემბრი აქვს. თუ
ადამიანი პრინციპში შეიძლება მას არ ჰქონდეს დიდი დიაპაზონი, მაგრამ ჰქონდეს გამორჩეული ძალიან სასიამოვნო ტემბრი. ის უკვე მომღერალია. იმიტომ სტარია შეხედულება, როცა გონიათ, რომ ძალიან მომღერალს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი დიაპაზონი და თავად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის გადამწყვეტი სწორედ ინდივიდუალობა. ინდივიდუალობის პირველი გამომხატველი არის სწორედ ტემბრა, როგორ გითხრათ, თვითონ ხასიათს ქმნის ტემბრი ხმის. და მე უკვე მომღერალად თვლი ადამიანს, ვისაც აქვს სასიამოვნო, ჩემთვის ანუ ორიგინალური ტემბრი, ეს არის მომღერალი ფაქტიურად. ანუ ვოკალის დიაპაზონს თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად არავითარი. გასაგებია. ამ შემთხვევაში მე უფლებას დავიტოვებ, რომ არ დაგეთანხმოთ თქვენ შემთხვევაში. კი ბატონო, თქვენ და დიდი პატივისცემის მიუხედავად არსებობს ესეთი საკითხები, რაც აქტუალურია თქვენ გარშემო და ერთ-ერთი მათგანი არის ასეთი საკითხი, რომელზეც მე მინდა შეგეკითხოთ, კითხვა დაგისვათ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პასუხი ჩემი აზრით. ესე იგი, ვარდების რევოლუციას მინდა შევეხო, სადაც თქვენ აქტიურად ჩანდით, იყავით იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იდგნენ იქ ადამიანებს ერთად, რომლებიც იქ იყინებოდნენ, თუმცა თფებოდნენ თქვენი სიმღერებით, ხო? ეს ნამდვილად ძალიან კარგი, სასიამოვნო საყურებელი იყო, ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, რომელიც სახში იჯდა ამ დროს და ტელევიზორიდან შესწეროდა ამ ყველაფერს ტელევიზორით, მაგრამ ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ერთი რამ, როდესაც მე თქვენ დაგინახეთ, ესე იგი, უკან მიდევნებულ ლამპარს ვეძახი მე ამ სიმღერას, ჰიმნს, რომელიც გაკეთდა სტეფანის სიმღერაზე, მე მგონი, ხო? არ ვიცი, ის სიმღერა მოხდა. ამ შემთხვევაში მე არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებ პირად შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს იყვნენ ზოგიერთი ისეთი ადამიანი იყო მათ შორის, რომლებიც ესე იგი 2 დღის წინ მღეროდნენ, რომ გავერთიანდეთ ახალი საქართველოსისო და შემდეგ 2 დღის შემდეგ მღეროდნენ საქართველოს შევარდნაძის გარეშე. რატო აღმოჩნდით თქვენ მათ შორის? ანუ რატომ გადადგით ასეთი ნაბიჯი? იცით, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით დავუშვათ, რომ იქ მღეროდნენ ის ადამიანები, რომლებიც წინა ფორმაციის დროს იყვნენ ხელისუფლების მხარდამჭერნი. ანუ პოლიტიკა ჩემთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მე ამის გამო ადამიანებთან ვიჩხუბო ან ვიკამათო, იმიტომ რომ პოლიტიკა არის პოლიტიკოსებმა იჩხუბონ ერთმანეთში და იკამათონ. მუსიკოსებმა ერთმანეთში პოლიტიკის გამო მე მგონი არ უნდა იკამათონ, ეს ანომალია. მე სულ ყველა მიყვარს იმ თვალსაზრისით, თუ ხედავ რომ ადამიანი მუსიკოსია, მას უნდა სიმღერა, მას გამოსდის სიმღერა. ის კარგი ადამიანია, პოლიტიკის გამო მე იმასთან არასოდეს არ ვიკამათებ, იმიტომ რომ პოლიტიკა ის არის პოლიტიკოსების საქმე და პოლიტიკოსებმა იჩხუბონ, იჭიდაონ ერთმანეთთან არ მივიდნენ. ეს ხო თამაშებია, ესენი თამაშობენ და მათ უნდა ჩვენც ჩაგვთონ ამ თამაშებში, მაგრამ ჩვენ ისევ ვერ ჩაგვთავენ ამ თამაშებში, იმიტომ რომ მუსიკა თვითონ არის პოლიტიკა. და ის ხალხი, ვინც გააღიზიანა, ხა ჩემმა გამოსვლამ დავუშვათ სტეფანესთან და არის ბევრი იყვნენ მომღერლები, რომლებიც მათ შორის ძალიან ბევრი არის სხვა შორის ძალიან კარგი მომღერალი და ძალიან კარგი სწორად ხმის ტემპრი აქვს და ძალიან მომწონს მათი შესრულების მანერა, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ იცით რა საქმე ეს მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ პოლარიზაციის საზოგადოებაში. მე არ მინდა რომ აი მომღერლებში დავუშვათ იგივე ტიპის პოლარიზაცია არსებობდეს, როგორც არსებობს პოლიტიკოსებში. მომღერლებს არ აქვთ გასაყოფი. შეიძლება ჩვენ კონკურენცია გქონდეს ბიზნესის თვალსაზრისით. ეხლა მე არც იმ თვალსაზრისით არ ვარ კონკურენტული, იმიტომ რომ არ ვარ იმდენად კომერციული მუსიკოსი, ეხლა რომ ბიზნესში მქონდეს რაღაც გარკვეულწილად აი ამაზე მქონდეს პრეტენზია და ამიტომ პრინციპში არანაირი პრობლემათ არ ჩავთვალე ის რომ გამოსულიყო ჯესეთი მართალიად არ ვიცოდი ვინ იღებს მონაწილეობას ამ ჰიმნის ჩაწერაში, იმიტომ რომ მე იაფარულაონ დამირეკა და მითხრა რომ საახალწლო ჯესეთი არ ვიცოდი რომ ჰიმნია, მე ვიცოდი რომ საახალწლო შემიტყვეს. მახეში გააპეს ირაკლი. შემიტყვეს, ხო, მაგრამ მე არა ვარ. არა, ნუ იამ დამირეკა და მითხრა რომ საახალწლო სიმღერას წერთ, საახალწლო სიმღერა იქნება და ნუ რა ვიცი, ბევრი ხალხი წერს, მე არ მიკითხია მართალი გითხრათ, ვინ წერს იმ საახალწლო სიმღერას, ვაფშე არათუ მნიშვნელობა, ნუ საახალწლო სიმღერა და რაღაც ხალხი არის ალბათ ვინ ღერის და ვისაც უხარია ახალი წერი და მეც ნუ რა ვიცი, მიხარო და ახალი წერი და მივედი სტუდიაში. ჩარკვიანი აღიარებს რომ მაინც მე მართალი რომ გითხრათ, იქ სტუდიაში ვნახე ია ფარულავა და სტეფანე, მეტი არავინ არ მინახია იქ სტუდიაში თვითონ, ამიტომ მე რო კლიპი ვნახე, მე გამოვიდა მე აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო იმ კლიპში და
მე რამდენიმე ადამიანმა მკითხა და მე ვიცოდი, მე არც ვიცოდი ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ არც ის არ მინდა გითხრათ, რომ ესეც ნანობ რომ მივიღე აბსოლუტურად არ ნანო შვენიერი რა ვიცი, შვენიერი სიმღერა რამდენად იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ცუდი შეგრძნება არ მქონია, ან რაღაც ნეგატიური ის არ დამჩენია. იყო მართალი რომ გითხრათ, მე ყოველდღე არ ვახსენე უკან მიდევნებული ლამპარი, იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს ესეთი რამ ლექსი თუნდაც სიმღერა, რომელიც ეძღვნება რევოლუციას ზოგადად. რაღაც ისეთი მომენტი და მეტად ეს არ იყო გულწრფელი ემოციებზე დაყრდნობით გაკეთებული. გასაგებია მესმის მართალი ბრძანდებით, იცით რატო, იმიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ მუსიკოსებს, არა როგორც პოლიტიკოსებს, ამას გეუბნები. მუსიკოსები მაინც ცოტათი სულ ყველა უფრო ამორალურები არიან თავისი არ ცუდი გაგებით კი არა, კარგი გაგებით, ხელოვნება თავის თავად ცოტა უფრო ამორალურია თვალსაზრისით. ანუ მდგრადი ღირებულებათა სისტემა არა? ნუ იცით რა არის, ხა ალტერნატიული ხელოვნება, რასაც ქვია, დაუშვათ და ჩამოყალიბებულად რაღაც კონცეპტუალური ხელოვნება. იქ შეიძლება იყოს გარკვეულწილად რაღაცა სტრუქტურები ჩამოყალიბებული, რომლის იქითაც გახედვა დაუშვათ არ შეიძლება. იყო ესეთი, მაგრამ ეს იყო უფრო 70-იანი წლები, 90-იანები და აი ენდი ვარხოლმა უკვე თავის დროს 50-იანებში დაარღვია ეს ყველაფერი და ბოისმა და ანუ ეს ყველაფერი დაიშალა და როგორც გაჩნდა იგივე პოპ-არტი შემოვიდა კოკა-კოლა დაუშვათ ლეონარდო და ვინჩის გვერდით დააწეპეს შუბზე თავზე რა ქვია მერლინ მონრო ეს ყველაფერი დაიშალა ხალხო ეს არის ცოტათი ძველი დამოკიდებულება საერთოდ ხელოვნებასთან და ამიტომ მე მინდა რომ თქვენს მასმედიამ უფრო ახლოს მიიტანოთ გულთან ის რომ აღარ არსებობს საზღვრები რომ სამყარო არის ძალიან ერთიანი და ამიტომ პრობლემის შექმნა ისეთი ტიპის პრობლემის რომელიც დააშორებს ადამიანებს მე მგონი რა ვიცი უბრალოდ ესეთია ნუ შედეგს არანაირს არ მოიტანს ეხა ის მომენტი რომ ირაკლი ჩარკვიანმა არ მიიღოს მონაწილეობა დაუშვათ თქოს რომ ესენი არიან პაპსავიკები და მე ვარ ალტერნატივი შიკი და მარტო აი თვითონ ეს თამაში არის ძალიან ძველმოდური დღეს შენ ხარ პერსონა შენ ხმარობ ძალიან ბევრ საღებავებს და შენ თავისუფალი ყავი ამ საღებავებში რატო უნდა შეიზღუდო მე რატომღაც მეგონა უკაცრავად ნინო რატომღაც მიხარია რომ ის ხალხი შემოუერთდა ვარდების რევოლუციას მე მიხარია რომ ის ხალხი მიხვდა რომ ჩვენი ძველი ფორმაცია რაც იყო შესაძლებელი და რომ იმ ხალხმა შეიგრძნო მე შეიძლება და ნიაზმა და რამდენიმე ადამიანმა ვინც იქ ვიყავით ღამე და უკრავდით დავიწყეთ ეს ყველაფერი ანუ წვიმის მუსიკოსები დაგვარქვეს ჩვენ დავიწყეთ ეს ყველაფერი მაგრამ თუ ჩვენ ეს მესეჯი მივიტანით იმ ხალხამდე ვისაც პაპსავიკებს ეძახიან და იმ ხალხმა ეს მიიღო და ის ხალხი ბოლოს და ბოლოს მიხვდა რომ უნდა ჯობს გახდნენ ვარდები ვიდრე იყვნენ ყვავები ეს უკვე კარგია თავისთავად და მე მგონი ეს გამოგვივიდა იმიტომ რომ ხალხმა უკაცრავად ეს იგი უნდა ჩავერთოთ თქვენ საუბარში აუცილებლად მე რატომღაც მეგონა რომ ირაკლი ჩარკვიანთან საუბარს დაიწყებდით მისი შემოქმედების პირველი ეტაპიდან და რატომღაც მოხდა პირიქით ვიწყებთ ბოლოდან არა რატო ვარდებზე ლაპარაკდა მე ხო ვარდი ვარ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში იქნებ იყოს ვინმე ვინც სხვა თემაზე გადაიყვანეთ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ ნამდვილად ვაფასებ თქვენ შემოქმედებას და აი ამ თემასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა რომ უბრალოდ მე ვფიქრობ მუსიკოსი ვალდებულია თავისი რაღაც მოქალაქეობრივი პოზიცია კონდეს უფრო მყარი ვიდრე ესეთი არასტაბილური რო ორი დღით ადრე ლოკომოტივის რაღაც სტადიონზე გამართულ კონცერტში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ უცბად მიხვდეს როგორ არის და სიტუაციიდან გამომდინარე გადავიდეს სხვა ფლანგზე ცოტა მიუღებელია მე მგონი და თქვენც მეთანხმებით იმედი მაქვს ნახმები აბსოლუტურად მინდა დავიწყო ისო ბოლოდან ლუკა ხო არა უშავს თქვენი ნება რა კი დაიწყეთ მაშინ გააგრძელეთ და მე გადავალთ დასაწყისში კი ბატონო მინდა ალბომის სავსეზე ვისაუბროთ ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ ვიცნობ კარგად შენ შემოქმედებას და პირადად ჩემთვის და მარტო ჩემი აზრი არ არის, არამედ დიდი უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება შენი მსმენელები, ერთგული მსმენელების, რომ შენი ადრინდელი შემოქმედება გაცილებით უფრო რაღაც სავსე თუ ვიხმართ ისე ამ სიტყვას იყო, უფრო თვითმყოფადი, ვიდრე ეს ბოლო ალბომი სავსე და მაინტერესებს რა კრიტერიუმით შეაფასე შენ. ანუ რა არის ის სავსის კრიტერიუმი შენთვის? ჩემი სავსე მნიშვნელოვანი ყველა შემთხვევაში ის უფრო სავსე არის ვიდრე ყველა სხვა ალბომი, იმით რომ ის უფრო ერთიანია თავის ჟღერადობით. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა ალბომები
მე მიმაჩნია რომ უფრო ეკლექტურია და უფრო მეტი არის მათში იცი როგორ სხვადასხვა ტიპის ხმები, ჟღერადობები, აღრეული და ამიტომ სავსე ეს ალბომი არის სწორედ იმ ერთიანობით, რასაც ქვია ჟღერადობა, საუნდი, ასე ვთქვათ. ერთი საუნდია ფაქტიურად თვლიან და ამოსაც იგივე შთაბეჭდილება მექნებოდა მე ალბომი ამო. არა, იცი რა, ამო უფრო ეკლექტურია, ამოში ახლა შენ რომ დააკვირდე მაგალითად 478-ს და რომ დააკვირდე იგივე რაღაც ბუიას შენ მიხვდები რამდენად დიდი განსხვავება ამ კომპოზიციებს შორის და რამდენად უფრო ეკლექტურია და რამდენად უფრო მეტია ფაქტიურად ესე პირდაპირ გამოხატული ძიებები და სავსეს კონცეფციაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ ჟღერადობა შენარჩუნებული იყო რაღაც ერთი მთლიანობა ყოფილიყო და ეს ყოფილიყო ერთი ამბავი მოყოლილი და არა რამოდენიმე ესე იგი სხვადასხვა ამბავი ერთად შეყრილი. აი ეს განსხვავებაა ფაქტიურად და რაც თვითონ მუსიკას რასაც შეეხება, რა ვიცი, მე მგონია რომ სავსე არის ისეთი ნამუშევარი ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნა გავაწლები და მიხვდებიან რომ ეს იყო ჩემ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალბომი. თუ ეხლა უკვე ხდებიან იმ ეხლა არა მგონია რომ თავიდან ყოველთვის ყველაფერი ძველი უფრო მოწონს რომ დიდი მადლობა და კიდევ ერთი ისე კი ეს დავადგინეთ რომ მუსიკოს კარგი ტემბრი უნდა ქონდეს და გეთანხმებით რომ მუსიკოს არა მომღერალს რომ მე მუსიკოსი მომღერალს თქვენ შემთხვევაში მომღერალს და მაინტერესებს თქვენი აზრით მუსიკოსი უკვე ზოგადად პროფესიონალი უნდა იყოს ალბათ მუდმივად ფორმაში გეთანხმებით და შენ ძალიან იშვიათად ჩანხარ კონცერტებზე, მით უმეტეს რაღაც სოლო საღამოებს იშვიათად მართავ და იცი მე პლუს კონცერტებზე იშვიათად ჩამარ, იმიტომ რომ ეს არანაირად არ ეხმარება დახვეწაში თავისი მუსიკალურობის, ამიტომ გოჯობია რომ არ გამოგვიდეს. არა, მე ესეც ვიცი, საკმაოდ სანდოწყაროდან, რომ მუსიკალურ ოქტაგონზე, შემოგთ ბენეფისი ოქტაგონზე შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება და შენ უბრალოდ თქვი რომ არ იყავი მზად. არა მე ყოველთვის მზად ვარ. მე საერთოდ ცოცხალი შესრულება არის ჩემი დაანერგილი საქართველოში მართალი რომ გითხრა, მე ვარ ერთ-ერთი მთავარი, ვინც დაიწყო ცოცხლად სიმღერა, იმიტომ რომ აქ იყო ერთი პერიოდი საესტრადო მომღერლობანა, აი მართლა კარგი მომღერლობანას არ დავარქმე, ხა ეს ცუდი მერე უკვე მოხდა ამის ფალსიფიცირება, მაგრამ მანამდე იყო ცოცხალი შესრულება და მე ეს აბსოლუტურად შეწყდა. და მე უკვე როცა უკვე დაიწყო ნამდვილი ეს დაკვრა რასაც ქვია, დავიწყოთ ჩვენ ეს იყო აი დაადადე 90-იანი, როცა დაიწყო როკ-ენ-როლი. ამიტომ მე ცოცხალი შესრულების პრობლემა ღმერთმა დაიმფაროს რომ მქონდეს. პირიქით ყოველთვის ჩემ კონცერტებში ამბობდნენ რომ შენ ცოცხალი შესრულება შენი უფრო კაია ვიდრე ალბომები და ჩანაწერები. ამიტომ რა თქმა უნდა, აბა მზად არ ყოფნაში რა იგულისხმება? იცი რა რაღაც განსაკუთრებული მიზეზი იყო. ფორმა ეხა ირმა მითხრა ამას წინათაც შემხვდა რომ შემოდი აი ხავე ეხავე წამოდი მოთხარი არ მინდა იმა გეხოცები ან თქვა რატომღაც ის ფორმა როგორც არის ისმის რაღაც ხალხის ხედან რაღაც არ მომწონს სხვა თვითონ შენ ირმა კი არ ირმა ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ხალხი მაგრამ თვითონ სიტუაცია რაღაც როგორიც არის იქ არ მინდა რა სიმღერა რაღაც ძალიან ჩემთვის იცი რა არის აი ესეთი სატელევიზიო პირდაპირ ეთერი და მუსიკა რაღაც ჩემთვის არის შეუსაბამო როგორ გითხრა ეს რომ იყოს უფრო კლუბური სიტუაცია ან უფრო რაღაცა ჩემთვის მისაღები ესთეტურად არანაირი პრობლემა არ იქნებოდა გესმის და მე რა ვიცი აი დიზაინს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ატმოსფეროს როგორ გითხრა მე როცა ატმოსფერო თვითონ ჩემთვის არის, ის არ არის ჩემი მუსიკისთვის შესაფერისი, ანუ ხო ვიღაცის მუსიკისთვის ის ატმოსფერო შეიძლება გენიალური და ზუსტი იყოს, ჩემი მუსიკისთვის მოგზნობ რომ არ არის შესაფერისი და ამიტომ რა ვიცი, ხა არ მინდა რომ იმას ვაწყენო, მაგრამ არ ეწყინება დაწუნებული. პირობას გაძლევთ არ ეწყინება. არასწორად მე რომ არ გეწყინოს მე. არ ეწყინება. და მაინც არსებობდა ატმოსფერო, სადაც ირაკლი ჩარკვიანს მოსწონდა სიმღერა. პირველად როდესაც ის გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ეს იყო დაახლოებით 11 წლის წინ, მისმა გამოჩენამ საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით მისმა სიმღერამ, შესრულების მანერამ და საერთოდ იმიჯმა და დარწმუნებული ვარ უამრავ ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს, საერთოდ არ ახსოვს ეს შესანიშნავი პერიოდი. ამიტომ უბრალოდ საუბარი რომ არ გამოგვივიდეს ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებითი წარსულის შესახებ, ვნახოთ ეს ძველი, მაგრამ ძალიან საინტერესო მასალა.
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი და ვიცი როგორ შეიკუმშა დრო დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის თბო მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით ასზე რომ სიყვარული ანარქიას გავს ანარქიას გავს ანარქიას გავს ისეთი სახლი მინდა გაჩუქო შენ რომ იცხოვრებ ისეთი სიტყვა მინდა დავწერო შენ რომ გაიგებ ისეთი შუქი მინდა ლაგინთო შენ რომ გაგაცბობ ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს მე რომ მოგიტან მე მოგიტან მე მოგიტან პოლიტიკურად ფიდი სექსუალურად მე მტერი ყველა განლოცე მომისმინე მე არ სიყვარული მარტო არც სიძულვილი მკლავს უყურე თეთრად დათოს ჩემ გადახოტილ თავს მე არ მაჩვენებს საკე მე ვერ უყურებ სის მე არ ვაგროვებ მაკებს და აღარ მჯერას ხვის მოუთოკავი გზნობის და სიგარეტის წამს მე ფუტელი ვარ ცნობის და აღარ ვკარგავ წამს ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას თუ არ მომიშვერ თუჩებს არ დაგიწყო მზას და გალევინებ პივას და გალევინებ კვას მე არ აგიტებ კავას არ დაგიგდებ ფას რა შეეხება ყველას შეეხება ფულს ჰაი ხალხი ისევ გელობს და ანარქიას სულს მე ისევ მარტო ვგევარ და ვეღარ ამერს თმობ რადგან ეს მერი მე ვარ და დადგა ჩემი დრო მე ოპტიმიზმით წავსე ვარ და არ მოვიწყო თავს მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრები მყავს ვიყურე როგორ დავტივარ ხანი ქავარხანარ მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რაკეტა უნდა გიყიდო გადაგაფრინო ზღვას გამოდი შენი ციხი და რომ აღარ გავდეს ხვას გავდეს ხვას გავდეს ხვას გავდეს ხვას გავდეს ხვას მოდი ჩემთან შენი გრძელი ქუჩი მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით მოდი ჩემთან სანამ გრუბლებს ბოლო უჩამ დაოცნება გამინათემზე ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა ისტორიას დარჩება ის რაც დავგარგეთ ჩვენ მე და შენ მოდი ჩემთან შენი გრძელი ქუჩი მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით მოდი ჩემთან სანამ ღრუბლებს ბოლო უჩამ დაოცნება გამინათემზე ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა ისტორიას დარჩება ის რაც დავგარგეთ ჩვენ მე და შენ აი ასე იწყებდა ირაკლი ჩარკვიანი პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე და ჩვენ ცოტა ხნის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით იმ თემას, თუ როგორ იქნებოდა ირაკლის პირველი ალბომი და კიდევ რომელი სიმღერებით გახდა ის ცნობილი პიროვნება და ახლა ისევ ჩვენი რეალობა 2004 წელი 27 მარტი გადაცემა პრეს-პრესი და გავაგრძელოთ. ირაკლი თუ შეიძლება? რა შეიძლება? შეიძლება. როდესაც შეიქმნა თქვენი სიმღერა შენ აფრენ საზოგადოებაში ერთგვარი არაადეკვატური რეაქცია მოყვა ამას და ისეთი აჟიოტაჟი. ნუ ბევრმა მიიღო, ბევრმა რაღაც აღშფოთება გამოხატა ამასთან დაკავშირებით. თუმცა ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარი იყო, საკმაოდ პოპულარული გაგხადათ მან. და საინტერესოა თქვენ რას განიცდით იმ პერიოდში და როგორია საზოგადოების აზრი, ანუ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის? მე მახსოვს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა ირაკლის სიმღერას შენ აფრენ და ამ დროს ამ სიმღერაში მარტო ორი სიტყვაა გამოყენებული შენ აფრენ. სწორედ მაგითო მე მგონი. იცი რა იყო მე ერთადერთი რაც მახსოვს ამ შენ აფრენიდან რომ აი ჯვარს მაწვეს ფაქტიურად. აი ცე ჯვარს მაწვეს რა როგორი ის ვიგზელი იცი ჩემ და მე რაღაცა რომ აი
უკვე ის დრო მოვიდა, რომ აი ხო იცი იესოსთან რო არის რომ მიყავთ უკვე და რომ იცის უკვე თვითონ რომ აი ეს ბოლო წერტილია რომ გოლგოთა გაიარეთ პრაქტიკულად. გოლგოთა იყო, აფრენი იყო გოლგოთა. აი მე ის პერიოდი იყო, უბრალოდ გადარჩი ხა მე ინგლისში წავედი ფაქტიურად გავეკეცი აფრენს და იმ ტალღას რაც აფრენმა გამოიწვია, იმიტომ ფაქტიურად მივხვდი რომ უკვე ნუ ეხა არ ვიცი ხო მომკლავდნენ თუ არა, მაგრამ მომკლეს სულიერად რა. და ირაკლი სპეციალურად იწევდი ინტრიგას, მიდიოდი პროვოკაციაზე თუ უბრალოდ ასეთია შენ ცხოვრების ვიმღერე ის რასაც არა, მე უბრალოდ ვიმღერე ის რასაც ვფიქრობდი და რასაც ვფიქრობდი ეტყობა იმ პერიოდში იმ წუთას ძალიან ბევრს ძალიან სერიოზულად მოხდა გულზე და ტვინზე და სულზე და რატო როგორ ფიქრობ? რა იყო ამის მიზეზი? არ ვიცი, შეიძლება თვითონ იცი რა იყო, უბრალოდ პერიოდი იყო საქართველოში ისეთი შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია იყო, ისეთი შეიძლება ხალხი იყო უფრო როგორ გითხრა დაძაბული იმ დროს და უბრალოდ ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან ჩემი სიტყვები, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია მოვიტყო, მე უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც გრძნობდა, მე მაშინ გრძნობდი, რომ ეს ხალხი აფრენს, რომ ეს პოლიტიკოსები აფრენენ, რომ ესენი გიჟები არიან და ხა უნდა მეთქვა, რომ გიჟები ხართ, ეხლა ჩემი ფორმა თქმის იყო ესეთი, რომ უთხარი, რომ შენ აფრენ, თქვენ გიჟები ხართ, თუნდაც დაფიქრდეთ, არანორმალურები ხართ. ესენი მიხვდნენ, რომ გიჟები არიან და ამიტომ ეწყინათ ძალიან. არა, ნუ ხა ნორმალურები რო ყოფილიყვნენ და არ ყოფილიყვნენ გიჟები და ობები რო არ დაეწყოთ და უბედურებები, მაშინ პრინციპში არ მოხდებოდათ ესე მძაფრად და ჩემზეც არ წარმოვიდოდა ესეთი ტალღა ისმის. ფაქტობრივად მე რა ვიცი, აი ეს იყო კატარსისი, ჩემი ქართული საზოგადოების, ანუ მე ამით მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ გამოვანთავისუფლე ძალიან დიდი ნეგატიური ენერგია, რომელიც დაგროვილი იყო ერში. ანუ ამან კარგი საქმე გააკეთა. მე ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს კატარსისული მომენტი იყო და ამან კარგად იმოქმედა ძალიან. და თქვენ ამ ეთანხმებით ამაში ირაკლეს ამ პერიოდთან დაკავშირებით გააქვთ რა მეგობრებო? საზოგადოების აზრის რამდენად მნიშვნელოვანი ყურადღებას აქცევთ თქვენ ეს? როგორ? საზოგადოების აზრი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? ჩემთვის საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი არის მუსიკასთან დაკავშირებით, იმ მუსიკასთან, რასაც ვაკეთებ. მნიშვნელოვანი არ არის სტილისტიკის თვალსაზრისით, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ მე შემიძლია საზოგადოება მივიყვანო კატარსისამდე, ანუ გავაკეთო ის, რომ საზოგადოება ხვალ გახდეს უკეთესი, ან რაღაც შევცვალო, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩემთვის საზოგადოება, მაგრამ ის, რომ ეხა საზოგადოება მედავება მე სტილისტიკაზე, ეს ჩემთვის აბსურდია, იმიტომ რომ მე ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი საკუთარი სტილი და მე არავის არ გავუწევ ამ გარს არასოდეს. და თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ სიმღერასთან დაკავშირებით ირაკლის აზრს? ნორმალური იყო ეს თუ? რაც შეეხება საერთოდ მთლიან ჩვენს გადაცემას მოგესალმებით, ეხლა მე ამ სიმღერასთან დაკავშირებით უბრალოდ არ ვიცი, ეხლა ვეთანხმები, არ ვეთანხმები, უბრალოდ ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს და შეიძლება საერთოდ მე ეს სიმღერა მოვისმინე, მაგრამ არც დავფიქრებულა, რომ დავეთანხმო ამ სიმღერას თუ არ დავეთანხმო. უბრალოდ მინდა მივესალმო ჩვენს დღევანდელ სტუმარს ახალმშვიდობისა, ეზოგაკულია ფორტუნა პლუსი. განტვირთავს ხოლმე ძირითადად. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით 10-20 დღის წინ მე ხელში ჩამევარდა შენი ეს ბოლო ალბომი, სავსე და რაღაც დამთხოვა მოხდა და აი დღეს ერთმანეთს შევხვდით. მე რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს კომპაქტ დისკი რამოდენიმე დღის განმავლობაში უსმენდი, მე დავაბობო ესე უკან და უბრალოდ ამის რის თქმა მინდა ახლა ძალიან მომეწონა ეს ალბომი, სიმღერები, ასე თუ ისე, ერთმანეთს გამორჩეული რაღაც, ნუ მომეწონა ეს თვით რო თქვა, ყველაფერი კარგია, გარდა ერთი რამისა. საშლად არ მომეწონა ხარისხი. ჩვეულებრივი ხარისხი და მე საერთოდ როგორც მე რო ვიკითხე, ვისაც გამოვართო ეს სიტ რომ მეთქი რაღაც ხარისხი მეთქი, მე მგონი საერთოდ სახში ჩაწერა ირაკლი მეს დღეს, როდესაც სხვა კომპონენტებთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ სოფლიო შოუ ბიზნესში და ყველაფერში ხარისხს, თუნდაც ეს აუდიო პროდუქციის ხარისხს, შენ რატო არ მიაქციე ყურადღება თუ არ მიაქციე თუ უბრალოდ ეს მაინტერესებს. იცი რა, რას გულისხმობ ხარისხში? თვითონ აი ჩანაწერის ზოგად ხარისხს მთლიანად. მასტერინგს თვითონ? ხო, თუნდაც მასტერინგს. აი იცი რა შეასაქმე რაღაცა თითქოს უფრო
ლუბიცელს კი ზაპის გავდა სამოყვარულო ჩანაწერი. კაი, არ გადავაბაშა. სამი თვე მუშაობდი მასტერინგზე, რომ ესეთი ყოფილიყო ეს ჩანაწერი. გაგიცავდორეს რომ მაგის გარკვევა მინდა, ანუ ეს შენ გინდოდა რომ ესეთი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სამი თვე მუშაობ მარტო იმაზე, რომ საუნდი ესეთი ჟღერადობა მიგიერო. აი მე უბრალოდ ეს მაინტერესებდა, იმიტომ რომ და ვინც მოისმინეს ალბომი დამეთანხმდა. აი რა უნდა გეთქვა და ეს უკვე მართლა კარგი შეკითხვა იყო. არა, იმიტომ რომ აი იგივე რაღაც სხვა სწორედ აი ამ საუნდს მივახციე ძლივ-ძლივობით ამდენი წელი 42 წელი ვცდილობდი რომ იმისთვის მიმიღწია რაზეც ჩემ მეუბნები რომ ესო ლუბიცელს კი არისო თუ რა ვქო ქართულად როგორ არის სამოყვარულო ჩანაწერი. როდესაც აი მუსიკის სპონსორი და აი ესე იგი ირაკლი ჩარკვიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ როგორც სამოყვარულო ჩანაწერი გააკეთა. არა, ნუ არ ვიცი. შეგვიძლია ერთად მოვისმინოთ და ალბათ იმ ყველაფრისგან რაც დღეს კეთდება, ეს ნამდვილად გამორჩევა სხვანაირი ხარისხით, რაც მე რატომღაც მეგონა რომ ცოტა უფრო ისეთია, ვიდრე აი ეს კარგი სტუდიური დახვეწილი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ხარისხი. მე როცა ვაკეთებ პროდუქტს, ყველაზე დიდი ხანი მე ვმუშაობ მასტერინგზე, მე ვმუშაობ ყველა ბგერაზე და ვმუშაობ ყველა ბგერის გაქრიბვაზე, როგორც თითებზე დადიან ხოლმე პედიკურშასთან და მანიკურშასთან, ესეა გაქლებული სავსეში ყველა ჩემი ბგერა თავიდან ბოლომდე და ყველა ჩემი მაღალი ნოტი და შუა ნოტი ასე და დაბალი ნოტი არის გაქლებული ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო გაქლებული. ამიტომ სწორედ აი ეს მასტერინგი, როგორიც არის ეს პროდუქტი, ეს იყო ის მაქსიმუმი, რისი წარმოდგენას დღეს მე მინდოდა, სწორედ აი ამ ხარისხით, როგორიც არის სავსე. ეს იყო ის, რასაც მე მივახციე. თუმცა შეიძლება მე ჩამოვარდა ხელში, ხო უხარისხოს. არა, გამორიცხულია. რატო ჩაგივარდა ხო მელოდიამ დაბეჭდა, უბრალოდ არ ვიცი ხო მელოდიას არ დაემართებოდა ესეთი რაღაცა. არა, მე შეიძლება შენმა მეგობარმა გადაწერა. შენ შეიძლება მოგეჩვენა რომ მაღლები იყო მეტი და დაბლები და შენ შეიძლება უსმენს სხვა მუსიკას და იმასთან შედარებით ეს არის ცოტა ამაშია საერთოდ ინდივიდუალობა საერთოდ გამოიხატება მასტერინგში, ანუ საუნდში გამოიხატება მუსიკოსის ინდივიდუალურობა, ანუ როგორ აკეთებს. შენ შეიძლება ეხა ადამიანი რომელიც დაუშვათ უსმენს რაღაც ჯაზურ მუსიკას ან დაუშვათ უსმენს ძალიან სტანდარტულ ბრიტბოქს დაუშვათ, იმისთვის შეიძლება სწორედ ესეთი ტიპის მასტერინგი მიუღებელი იყოს, იმიტომ რომ იმას მოეჩვენოს რომ ძალიან მეტი არის დაუშვათ სრედნის რასაც ეძახიან ძალიან ნაკლები არის დაუშვათ ბასები, იმას შეიძლება მოეჩვენოს რომ ბრტყელი არის უფრო, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ის პროდუქტია, რომელიც მე მივიღე, რომლის მიღებაზეც მე მუშაობდი 3 თვე მარტო მასტერინგზე. მადლობთ, აი გვაინტერესებდა ზუსტად და კიდე ერთი შეკითხვა ისე პოლიტიკაზე თუ გადავალთ, ხვალ არის არჩევნები და თუ მიდის ირაკლი ჩარკვიანი არჩევნებზე და თუ არ მიდის რატო? მე რა ვიცი, რა მე უკვე ავირჩიე მიშა. ყვავილებიანი კვანტი მაგიტომ ჩაიქცევდა. აი მე და ვარდებიანი ჩავიცი და ავირჩიე მიშა პრეზიდენტად. რაც იმედი მაქვს რომ იმიშავებს კარგად. იმუშავებს პონჩი იმიშავებს და კარგი, გადავედით ახლა ისე მუსიკას დაუბრუნდეთ და ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. ერთი წლის წინ შემთხვევით წავაწყდი თქვენ სურათს. პორტრეტი იყო ასეთი, ირაკლი ჩარკვიანი, შავ-თეთრი ფოტო იყო და ეს მტკიცე გამოხედვით, სუფთად გაპარსული და სიგარეტით პირში. მე რუსული ლიტერატურა, საერთოდ პოეზია, პროზა კარგად ვიცი და ამიტომ მივხვდი, რომ ეს იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი და არა ირაკლი ჩარკვიანი. ძალიან დიდი მსგავსება იყო და ძალიან მომეწონა ეს სურათი. და ამიტომ ალბათ არც გამიკვირდა, როდესაც ალბომში სავსე უცებ აღმოჩნდა, რომ არის ესეთი სიმღერა, კავშირი თუ არ ვცდები, რომელიც ზუსტად რომ ვლადიმერ მაიაკოვსკის პასპორტზეა შექმნილი. სადაც თქვენ შესანიშნავად კითხულობთ რეჩიტატივს და იმისთვის რომ გახდეთ უფრო კომერციული, ხომ არ ღირს რომ გადახვითეთ თუნდაც რეპზე. რეპი ახლა ძალიან კომერციულია. აი ეს კითხვა პირველი და მეორე საერთოდ როგორ მოხდა ეს მაიაკოვსკისთან, აი მის შემოქმედებასთან. იცით რა არის, მაიაკოვსკი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოეტი ბავშვობიდან, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პოეტი იმ პოეტთაგან, ახლა მე ჩამოვთვლი დავუშვათ
ტომას ტერნ ელიოტია ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოეტი, ვინც ჩემთვის ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, ედგარ პო ამერიკელებში და რუსულ პოეზიაში ხლებნიკოვი და მაიკოვსკი ფაქტობრივად ეს ადამიანები არის, ვინც ჩემ საერთოდ არ ვიცი, მთლიანად რევოლუცია მოახდინა ჩემ წარმოდგენაში და მე დავიწყე წერა სხვანაირად მას მერე რაც წავიკითხე ობლოკოვში და მაიკოვსკის მაშინ ვიყავ 18 წლის და ყოველთვის მინდოდა რომ რაღაცნაირად მივახლოვებულიყავი მაიკოვსკის მუსიკით და ამიტომ პრინციპში მქონდა რამოდენიმეჯერ ესეთი რაღაც შეგრძნება რომ მივალ ალბათ როდესაც მაიკოვსკისთან და მივახლოდები მუსიკალურად და სწორედ სავსეში ესე მოხდა ეს თავისთავად მოხდა იმიტომ ჩემი შვილი მოსკოვში ცხოვრობს ჩამოვიდა და სწორედ ერთად ვაკეთებდით ამ კომპოზიციას მუსიკას სწორედ მაქსიმეს ეკუთვნის ამ კომპოზიციის თვითონ ის ნახევრად რუსია და ამიტომ ეს მუსიკა ფაქტიურად მაინც რუსული ეს როგორც თვითონ მაიკოვსკი იყო ნაწილობრივ რუსი, ამიტომ აი ეს რაღაც ძალიან კონცეპტუალურად მოხდა ყველაფერი. ვიზუალურადაც გავხართ. ხო, აი ამაზე მოგიყვებით ერთ ისტორიას, მე მოსკოვში ცხოვრობდი კარგი ხანი და მრავალგზის კარგი ხანი ცხოვრობდი და ცხოვრობდი ახლოს ძალიან ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ელისეევსკი აი ეს გასტრონომთან და წავედი რაღაცების საყიდლად რა და წავედი და გამოვიდა თოვლია ძალიან და ცოტათი არის მთვრალი ვიყავ თუ ისე კარგ ხასიათზე ვიყავ და ეს რაღაცები ვიყიდე და გამოდიოდა და ჩქარა მოუბრუნდა სახში მინდა ჩქარა მოვიდა მოკლედ ცივა ძალიან და იქვე ცხოვრობდი ახლოს და უცებ უკრიდა მესხმის молодой человек აი ესეთი ხმის ნუ კივის ვიღაც ხალი როგორ იცი ნუ რაღაც აი ანუ მთელ ქუჩაზე წარმოვიდგინე გაჩერდა ხალხი გაკოვებულია მთელი ქუჩა და молодой человек უკან ვიღაცა მომზეს და ისეთი ხმით ყვის რომ გახედვა მეშინია ვიფიქრე რომ ვიღაც გიჟია მანაკია მომზეს და რაღაცას ან ჩამარტყავს თავში ან რაღაცას მივხვდი რომ მე მეძახის მე მოყვება შლაპა შავი ნუ მაშინ მეწევდი კუბური სიგარები იყო რაღაცა მოდი აი ხა აღარ არის მაგრამ კარგი და მოვდივარ და ამაზე დამეწე ეს ხალი გავჩერდი მივხვდი რომ სხვა გზა აღარ მაქვს იმიტომ რომ ნუ დამიჭერს და მომვარდა ეს ხალი უცებ და ესე გიჟის თვალებში გავარჩევდა და молодой человек вы знаете вы Маяковский молодой человек Владимир Маяковский я Маяковский да вы Маяковский вы не знаете что вы Маяковский ну это угодно да და მაშინ გადაიღეთ ის სურათი значит вы знаете что вы Маяковский да я вам по секрету скажу я Маяковский я инкарнация моя инкарнация да я так и поняла спасибо молодой человек до свидания мы с тобой достаточно а я შემთხვევა მოხდა я Маяковский და კიდე ერთი შეკითხვა არ ვიცი უფრო დელიკატურ თემაზე აი იყო ესეთი პრეცედენტი, როდესაც ჯონ ლენონი უდიდესი მუსიკოსია, მაგრამ როდესაც მან ჩაწერა სიმღერა იოკო ონოსთან ერთად, მაშინ ძალიან უარყოფითი რეაქცია იყო საზოგადოებაში, თვლიდნენ რომ არ უნდა ჩაერია საკუთარი მეუღლე შემოქმედებაში და ეს მხოლოდ ავნებდა მის იმიჯს. თქვენ ალბათ მიხვდით რომ მე პარალელი გავავლე თქვენს და ქეთათოსთან ერთად შემოქმედებას და აი ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენ აი გავნებთ რაღაცნაირად ალბომშიც ვიცი რომ შევიდა მის სოლო სიმღერაც ერთი და დუეტი სექსი ხო თუ შეიძლება ითქვას რომ ეს დუეტია თუ ბექ ვოკალშია ხო აი რანაირად ღირს როკ მუსიკოსისთვის მაინც გამოყენება აი ოჯახის წევრების სიმღერებში აი ეს მის რაღაც პოზიციას თითქოს და აი ახლა გეტყვით ასუსტებს ესე მეჩვენება არა მე პირიქით არ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ქეთათო მე საერთოდ გავიცანი და ქეთათოს და ჩემი ასე ვთქვათ სიყვარული და ჩვენი ურთიერთობა შეესდგა სწორედ იმიტომ რომ მე მომეწონა ქეთათო როგორ მღეროდა პირველ ყოვლისა მე მომეწონა ქეთათოს მუსიკალური გემოვნება ანუ ჩვენი საუბრები თავიდან სანამ მე და ქეთათო ერთად დავიწყებდით ცხოვრებას ეხებოდა მუსიკას და პირველ ყოვლისა მე მოვისმინე ქეთათო რომ მოვიდა ჩემთან იმღერა რომ იმღერა მე მომეწონა ის ხმა, სწორედ და ეს ხმა, რომელიც აქვს ქეთათოს, მე ხმა ძალიან მჭირდებოდა სწორედ იმ დროს და მე ფიქრობდი ამ ხმაზე ყოველთვის და ვიცოდი რომ ეს ხმა, ნუ
მქონდა მცდელობებით გერმანიაშიც, ინგლისშიც, რომ აი ეს ხმა, რომელიც ზუსტად ჭირდებოდა ჩემ ვოკალს დავუშვათ, რომელიც უფრო მოუხდებოდა, ასე ვთქვათ, ну ძალიან პრიმიტიულად რო გითხრათ. და ეს ხმა აღმოაჩინეს სწორედ ქეთათოში და ამან განაპირობა ის რომ მე და ქეთათო დავიწყეთ ერთად ცხოვრება და ფაქტურად ჩვენ დაუკავშირდით მუსიკიდან, ჩვენ არ დაუკავშირდით ერთმანეთს რაღაც სხვანაირად და მე უცებ გადავწყვეტეთ სიმღერა. ანუ მე ქეთათო მივიღე როგორც მუსიკოსი, ანუ როგორც მომღერალი ჩემში და არა როგორც ჩვეულებრივად ქალი, რომელიც ან მომეწონა ან შემიყვანდა. ამიტომ მე ყოველთვის პირიქით გონია, რომ ქეთათო სწორედ ავსებს ყოველთვის. თუ ჩვენ დუეტს ვწერთ, ძალიან სიამოვნებს ხოლმე, თუ მას ესე სურვილი უჩნდება ხოლმე, თუ არა, ყოველ შემთხვევაში სიამოვნებს მასთან ლაპარაკი მუსიკაზე, იმიტომ რომ მისი გემოვნება ჩემს მე ყოველთვის ძალიან უწევ ანგარიშს მის გემოვნებას, იმიტომ რომ ქეთათოს ძალიან ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული ის კრიტერიუმები თავში გარკვეულწილად მუსიკასთან დაკავშირებით და ეს მე ძალიან მეხმარება იმისათვის, რომ რაღაც ჩემთვისაც ფაქტიურად კარგი შედეგები მივიღო ჩემი მუსიკისთვის. ამიტომ ეს კავშირი პირიქით ძალიან პოზიტიურია, სწორედ აი მუსიკალური გაგებით და მე არ ვთვლი რომ ეს ქეთათო რაღაც ჩემი ცხოველია და ოჯახური იმის გამო შევიყვანე და ერთად მღერი. თაყვანისცემლებს რატომღაც აგეზიანებთ რომ აი იცი რატო თაყვანი კუმირია და აი იცი რატო ეს ნორმაა, იმიტომ აი იოკო ონოს ფენომენს დაუძახებდი მე ამათ. მარტო ამიტომ არა, იცი რა ხდება, მარტო ამიტომ არა, საერთოდ ადამიანი როცა შოუ ბიზნესში ხარ და როცა ხარ უბრალოდ რაღაც ტიპის, ეხლა შეიძლება სექს სიმბოლო არ იყო, მაგრამ რაღაც გოგოებს მოწონხარ მოკლედ რა და რაღაც ასე ვთქვა, ხო, ნაშებს ევასები. ეხლა უკვე რო ცოლი ყავს და თან კიდე ცოლი თუ მღერის და რაღაცა უკვე, ну, ნერვებს უშლის რა. კონკურენტი გავიშლა და შანსი ნაკლები აქვს, რომ ამ ასე ვთქვათ, მოდი ესე სიტყვებზე გადავიდეთ ტრივიალურზე რა. კარჩე ამ ნაშამრო დააგებას უფრო ნაკლები შანსი აქვს რა და აღარ გესმის. არა, მაინც მთავარია რომ შემოქმედებას შემოქმედება რა არის, შემოქმედებას რო არ წაადგეს, ეხლა მე არა ვარ იმას აქში გესმის, რომ ჩემ შემოქმედებას რამე დავაკლო. მე იმას აქში ვარ, როცა მარტო იმას ავიღებ, რაც ჩემ შემოქმედებას დაეხმარება. ხა მე რო გზნობდი ერთი წამით მაინც რომ ქეთათო მე ხელს მიშლის რაღაცაში, ერთ ნოტს არ ვამღერებ არც ერთ სიმღერაში, მაგრამ როდესაც გზნობ რომ ის მეხმარება, როგორ შემიძლია მე რომ ქეთათოს უთხრა რომ იცი რა, აქ არ იმღერო, თან ქეთათო არ არის ტიპი რომ ითქვას რომ აი აქ მამღერე და რაღაც ესეთი პრეტენზიები არ აქვს, იმიტომ თვითონ შვენივრად წერს მუსიკას, აი ეს რაც შევიდა ამ ალბომში კომპოზიცია თავისი დაწერილია, ანუ songwriting-ი შეუულია, ანუ სიმღერის წერა თვითონ შეუულია შესრულება, ამიტომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მუსიკოსია ჩემთან და მე პირიქით გამიხარდება, რაც უფრო მეტყვის რომ მოდი თუ რაღაც ერთად გავაკეთოთ რაღაცა, მე პირიქით უფრო გამიხარდება, რაც უფრო მეტად მეტყვის, მით უფრო გამიხარდება, ასე რომ ეს პირიქით არის ჩემ შემთხვევაში. მოგესალმები რომ ხატია შემოგია, რადიო. მგონი ხატია. ხო და ხატია იქნება. ხო, კაი. ხო და მოგესალმებით ირაკლი თაკო აგარაშვილი ჟურნალს სტარეოდან პირველ რიგში მინდა გამოვხატო ძალიან ღრმა პატივისცემა თქვენი შემოქმედების მიმართ და მე მოვისმინე ესეთი სიტყვები თქვენი დისკის პრეზენტაციაზე, რომ თქვენ უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს, რომ თქვენ დაახლოებით ესეთი რაღაც თქვით, რომ მე მაქვს სტუდია, ან მექნება სტუდია საკუთარი, რომელშიც მხოლოდ ჩემი მუსიკა არ ჩაიწერება და ჩაიწერება კარგი მუსიკა. თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება კარგი არა საერთოდ მომღერალზე და მე მაინტერესებს თქვენი შეხედულება, თქვენ რას ეძახით კარგ მუსიკას და თუ გეგულებათ ქართულ სივრცეში კარგი მომღერალი. კარგი მუსიკოსი და დაგვისახელოთ რომელიმე. ეხლა რომ ჩამოყო ესე და დაგისახელოთ ეს უბრალოდ ცოტა არაკორექტული იქნება იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ბევრია კარგი მუსიკოსი. თითო აი ერთი ან ორი მითხარით. ნუ ეხლა იგივე ნიას დიდეას სამძერო ავიღოთ. და პოპ მომღერლებიდან რომელიმეს მაინც თუ მე იმას არ გეუბნებით რომ თქვენ პოპი მოგწონთ, მე გეუბნებით თქვათ რეპი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ან შეიძლება კლასიკა არ მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს ალტერნატივა ან ჯაზ როკი, მაგრამ ვიცოდეთ რომ ეს თქვათ კარგად მღერის ეს ადამიანი, ხო, თავის სფეროში და თავის მიმართულებაში კარგად მღერის. ხალხი არა, იგივე გრეჩი ხარ შვენიერია, ხა იგივე პოპი შეგვიძლია დავარქვა, რეპი დავარქვა. შვენიერია ლექსენი თავის საქმეში რასაც აკეთებს, პროფესიონალია, კარგად კითხულობს. რა ვიცი, მილიონი ხალხია ფაქტიურად
საქართველოს სავსეარი ნიჭიერი ხალხით, აქ არ არის პრობლემა, ისეთი და მეც იმას არ ვეძახი, კარგი მუსიკა და ცუდი მუსიკა, იქ მე შეიძლება არასწორად თქვი, კარგი, მე უბრალოდ თქვი, რომ ჩემი ლეიბლი, რაც მანგო ზანგოა და რასაც ეწერება, რომ მანგო ზანგოა, ეს უბრალოდ ირაკი ჩარკვევა შეამოწ, მე ამას ხელი მოვაწერე, ეს კაი მუსიკა იქნება. თქვენი რეზოლუცია დადებ. ანუ ხო, ამან ჩემ ხელში გაიარა და როგორც ჩვენ ვამბობდით მასტერინგზე დავუშვით, იმ მასტერინგს მე ყური დაუგდე და გარკვეულწილად რაღაც ჩემი მიმართულების კორექტივები შევიყვანე, ანუ ის მუსიკა ისე ჟღერს დაახლოებით, როგორც თქვენ მოგეჩვენათ, რომ რაღაც სხვანაირად ჟღერს და აი ამას ნიშნავს მანგო ზანგო, ანუ ეს ნიშნავს ჩამოყალიბებულ ჟღერადობას, რომელსაც მე ვაწერ ხელს, ჩამოყალიბებულ სტილისტურ ჟღერადობას. აი ამაზეა ლაპარაკი თორემ ის მუსიკა კარგი და ცუდი ესე გაყოფა და ეს იქნება მარტო ალტერნატიული მუსიკა რაც მანგოზანგოში რასაც მოაწერს ხელს მანგოზანგო არ იქნება შეიძლება იყოს პოპი შეიძლება იყოს რეპი შეიძლება იყოს რაც გინდა მე გრეჩი ხამდე ლექსები მე ხა გავაკეთეთ კომპოზიცია მაგალითად ერთად ჩავწერეთ და სწორედ მანგოზანგოს ლეიბლში არის ჩაწერილი და ეს არის ჩამოყალიბებული რეპი მაგალითად და ჰიპ-ჰოპი მაგრამ აქ მე სტილისტური შეზღუდვები არანაირი არ მექნება. ანუ აქ პრობლემა არ არის, ლეიბლი არის გახსნილი ყველაფრისთვის აბსოლუტურად. და რადგან დუეტებზე მიდგა საქმე, ძალიან მაინტერესებს ირაკლი, ვისი იდეა იყო შენი და ნანი ბრეგვაძის დუეტი, როდესაც თქვენ ერთად იმღერეთ სიმღერა ისტორიას დარჩება, ეს მანაზე შეჭრილდა ეს სიმღერა. ეს იყო ზაზა შენგელიას იდეა, ზაზამ დამირეკა და მითხრა, რომ ზაზა საერთოდ მოსდის გენიალური იდეები, ზაზა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ისეთი უცნაური იდეები მოსდის, რომ აი არ შეიძლება რომ არ აღფრთოვადა და იმ წუთას თან ისეთ რაღაც მდგომარეობა მქონდა, რომ აი გამომაცოცხლა უბრალოდ. არ ვიცი მე თვითონ დუეტი რამდენად კარგი იყო და რამდენად შეძგა, არ ვიცი, მაგრამ თვითონ ის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნანისთანაც ჩემი კონტაქტი ხა ნანის ვიცნობდი როგორც ხო მომღერალს ადამიანს და ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ თვითონ ის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. შეიძლება თვითონ ის დუეტი იმდენად კარგი არ გამოვიდა რამდენადაც გვინდოდა, მაგრამ ფაქტიურად თვითონ ეს პროცესი იყო ძალიან კარგი და ძალიან ვიცი რა, ბევრი სიხალისე შემოიტანა ჩემში. და როგორ ფიქრობ, თვითონ ქალბატონი ნანი ბედნიერი იყო იმით, რომ შენთან ერთად დუეტი ჩაწერა? ვიცი რა, მე ნანის უყვარვარ, ვიცი, აშკარად, იმიტომ რომ ყოველთვის გამოხატავს ხოლმე ჩემდამე ამ სიყვარულს და მე ყოველთვის როცა ხვდები ნანს ვზნობ რომ უყვარვარ და მეც მიყვარს ნანი, იმიტომ რომ ეხა ადამიანო ჩვეულებრივი რაღაც აი დამოკიდებულებებია, ხო არის რაღაც იმპულსები ადამიანურ და ვიღაცას ხვდები და გზნობ რომ ამ ადამიანს უყვარ ხარ აშკარად და გზნობ რომ ამ ადამიანს არ უყვარ, არ უყვარ ხარ და ნანი სწორედ ის ადამიანია, ვისაც გზნობ რომ უყვარ და მეც მიყვარს და ამიტომ ნუ რა ვიცი პრობლემა არ ქონია და დუეტი მოეწონა თუ არა არ ვიცი, მე უბრალოდ ერთი ვიცი რომ ორივემ სიამოვნება მივიღეთ მუშაობის პროცესში. მოკლედ შეიძლება ითქვას რომ ისტორიას დარჩა ეს სიმღერა და მოდით გავახსენოთ ახლა მაყურებელს ეს ვიდეო კლიპი, ვისაც არ ახსოვს იმას რა თქმა უნდა. საკონცერტო ნომერი. მეც არ გამო. მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩა მოდი ჩემთან შენი გრძელი გზი მოდი ჩემთან სანამ გულგელს ბოლო უჩას დაუცნება გამინათემზე ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა ისტორიას დარჩება რაც ვიყოთ ჩვენ მოდი ჩემთან სანამ მოვათო მოდი ჩემთან სანამ მოვასხა მოდი ჩემთან სანამ ზეზე ჩამოწევასე დანაპირებს მიატოვებს ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა ისტორიას დარჩება ის რაც ვიყოთ ჩვენ მე და შენ
ისტორიას დარჩა ეს სიმღერა, ეს იყო 1996 წელი, რეალობა კი ასეთია. დღეს პრესპრესის სტუმარი გახავს ირაკლი ჩარკვიანი და ვაგზავნებთ შეკითხობის დასმას ხატია, როგორც იქნა დადგა. 47 იქნება კითხვის დასმაში თქო და გამიმართლა კიდევაც ირაკლი მოგესალმები. ძალიან გიხდებოდა გზელიცნები, ძალიან მადლობა, კიდე მინდა რომ გავუშვო, მაგრამ და რატომ შეიცვალე ვარცხნილობას არ? აღარ მეზდება თორე გავუშვი ესე. აღინიშნა გადაცემის მსვლელობისას, რომ შენ ბევრ კონცერტებში არ იღებ მონაწილეობას და დღესდღეობით პრინციპში მომღერლის შემოსავლის წყარო ეს არის კონცერტი, ხო? ნუ ყველამ ვიცით როგორი ტრადიციული ცნობილი ოჯახიდან ხარ, ყველამ ვიცით მამას არაჩვეულებრივი თანამდებობა ჰქონდა და ხომ არ გიფიქრია როდესმე რომ გამოგეყენებინა მამის ფაქტორი და ყოფილიყავი ზოგიერთი მომღერლის მსგავსად კარგი სამსახურის, კარგი თანამდებობის პირი და პარალელურად მომღერალი, რომელიც საკუთარი ფინანსებით უბრალოდ დაიკმაყოფილებდა სურვილზე ჩატარდეს სიმღერას. იცი რა, აი მამაჩემს რო იცნობდე, მაგ შეკითხვას არ დავისვამდი უბრალოდ. მამაჩემი არის ადამიანი აბსოლუტური იდეალისტი, რომელიც არ ვიცი რა ჯერ აი ეს თანამდებობა შეერთდა სამოფის უკანასკენ 12 წელი მუშაობდა თანამდებობაზე. შევარდნაძეს ის იყო რა ქვია. მიშულისთვის საკმარისია 12 წელი. ხო, ნუ არა, ტიპი არის ესეთი, გესმის, რომ არასოდეს არავის არაფერს არ გაუკეთებს და შვილს კიდევ უფრო არ გაუკეთებს არაფერს. ახლა მე მიგზულიყავ და მეთხოვა რომ საბაჟოზე გამიშვიდა რაღაცა, აიღებ და ჩამარტყავდა თავში რაღაცა. ჯერ არც მივიდოდი, არც ვეტყოდი ეგეთ. არ ვეტყოდი ეგეთ რაღაცას მე, მაგრამ სურვილი ქონდა? მე არა, რა სურვილია. ირაკლი ჩარკვიანი საბაჟოზე. ნუ არ ვიცი სადღაც მილიცია, არა ვიცი, სად უნდა დავინიშნე ხო, პრინციპში რომ დაფიქრე პრინციპში, აი რა უნდა ყოფილიყავი რომ იუსტიციის მინისტრი. არა, ხო, არა, სურვილი არ მქონია არანაირი მართალი გითხრა ხო სადღაც დავინიშნე, თანგინი მამაჩემს დავინიშნე, ეგაზე ხარა კატასტროფა იქნებოდა რომ მეცოდინებოდა რომ მამაჩემმა დამონიშნა მე სადღაც ეს რომ ვიცი თან კიდე რომ უნდა ვიმღერო რა საშინო სიმღერას ვიმღერები ეგ რომ მეცოდინებოდა რომ მე მამაჩემის დანიშნული კიდე არა რა ცუდი მუსიკა გამომივიდოდა ძალიან და მერჩივნა რომ კაი თქვენთვის უფრო კაი მუსიკა თქვენ უფრო კაი მუსიკა მოისმინეთ იმიტომ რომ მე არსად არ მიმუშავე და უმუშევარი ვიყავი ამდენი ხანი და მარტო მუსიკას ვაკეთებდი აი მოდერჩი მუსიკოსად ნუ მუსიკოსად დავრჩი ხო და იმიტომ არის რომ პრინციპში ეხ შემოსავალი არ მაქვს არანაირი და არ მაქვს ის რომ არ მაქვს ხელფასი არსად არ ვმუშაობდე ნუ აი ესე რა თუ გაიყიდება CD გაიყიდება რაღაც კასეტა აი ფულით არის რომ არა რა თუ რაღაც კონცერტი ეს ხო იცი რომ იშვიათად გამოდიოდა სადღაც ამიტომ მინიმალისტური რაღაც მინიმალურად ასე ვთქვათ გახურებული ვარ ფინანსურად იმიტომაც არის, არა, იმიტომაც ხდება ის, რომ ირაკლი ჩარკვიანი ხშირად კომერციულ პროექტებსაც გადადის ხოლმე, მაგალითად ახლა დუეტი აღარ ქვია ამას უცნობთან და ლექსენთან ერთად ერთ-ერთ კომერციულ პროექტს ამზადებს. ეს აქცია მე რამდენი. იცი რა არის, აქცია ეს რა ვიცი, რამდენი კომერციული იქნება, ნეტა კომერციული იყოს როგორც თავისი არსით იცი, როგორი უფრო აქცია არის, ვიდრე კომერციული პროექტი, იმიტომ რომ ეს თვითონ იდეა იყო ისეთი, რომ ჩვენ გვინდოდა ერთად ახლა მე და გრეჩხავ ვილაპარაკეთ, რომ უბრალოდ იმდენად ძლიერია ეს ტალღა პროსტიტუციის ჩვენთან და ნარკომანიის ახალგაზრდებში, იცი რომ რაღაცნაირად ჩვენ თუ შეგვიძლია რომ დავთრგუნოთ ეს, ანუ რაღაცნაირი ნუ გავლენა მოვახდინოთ ამაზე, აი ეს არის მნიშვნელოვანი და პირველ ყოვლისა უბრალოდ აქ წინ წამოწეული კონცეფცია არის და არა ამ პროექტის კომერციულობა მნიშვნელოვანია და ამით არასოდეს არ გიღალატია ალტერნატიული მუსიკის არსის მქონე მუსიკოსის იმიჯისათვის? იცი რა არის, მე ვთვლი რომ მე არასოდეს არ ყოფილვარ ალტერნატიული არსის მუსიკოსი და საერთოდ ვთვლი რომ ალტერნატიული მუსიკა არ გამიკეთებია, მე უბრალოდ ვაკეთებდი მუსიკას, მაგრამ ჩვენთან იყო ეს მუსიკა მიჩნეული ალტერნატიულად, იმიტომ რომ ჩვენთან პაპსად იყო მიჩნეული რაღაცა მარგინალური მუსიკა, რომელსაც მე მუსიკას საერთოდ არ ვეძახდი, გესმის? ანუ ჩვენთან მეინსტრიმი, ანუ პოპ მუსიკა იყო ის მუსიკა, რომელიც საერთოდ მე ვთვლი რომ მუსიკა არ იყო და მე ვიყავი, ანუ მე ვაკეთებდი პოპ მუსიკას, მაგრამ მიჩნეული ვიყავი ალტერნატიულად
იმ მარგინალური მუსიკისთვის, რომელიც ითვლებოდა პოპსაც, ანუ ცენტრალურ მეინსტრიმად, ასე ვთქვათ. მე არასდროს არ მქონია პრეტენზია რაღაც ალტერნატიულ მუსიკას ვაკეთებ. კი, რა თქმა უნდა, ხა ექსპერიმენტებს როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მე მივმართავ და ვაკეთებ, მაგრამ ხა ჩემი სიმღერები ორღანი რო გაიხსენო და უშვა და მე გადმოცურავ ზღვას და მენატრება შენი ნაზი ხმა ხა იქ ალტერნატიული რაურევია არის ისეთი ჩამოყალიბებული პოპ მეინსტრიმი რომელიც უნდა იყოს ფუნდამენტალურად ქართული ესტრადა რასაც ქვია მაგრამ ჩვენთან ეს სწორედ აი ამაში იყო საქმე რომ სვანსონგი რო გამოვიდა ეს სიმღერები მე გადმოცურავ ზღვას და იქ იყო სწორედ და ეს მენატრება და ეს სიმღერები ეს იყო მიჩნეული ალტერნატიული მუსიკად ანუ ეს იყო მიჩნეული არა ქართულ მუსიკად და ქართულ მუსიკად იყო მიჩნეული რაღაც გაურკვეველი სამხმოვანი გიტარით სიმღერები აბსოლუტური სუფრული ქალაქური სიმღერები ქალაქურიც არ არის ეს არის რუსული რომანსებიდან გადმოფალსიფიცირებული ქართული რაღაც ქართული სიმღერა არის მრავალხმიანი ფოლკლორი ეს არ არის ქართული სიმღერა ეს არის რუსული რომანსები სწორედ ქართული ესტრადის ჩამოყალიბება დაიწყო მე მაინც ვთვლი დაიწყო 90-იან წლებში როცა გაჩნდა ერთად ქართული როკი ეს ყველაფერი ამან გამოიწვია სწორედ აი მეინსტრიმის პოპის ჩამოყალიბება რასაც დღეს ჩვენ ვეძახით პოპ მუსიკას და ხა ფაქტურად კომპოზიცია იგივე ხა ამ ალბომიდან რო ავიღოთ სავსე ვიცი რომ მაგალითად ხო ჩემი კომპოზიცია ნანასია რომელი ვიდეოც გიომ გადაიღო ეს ხო არის ჩამოყალიბებული მეინსტრიმი ეს არის პოპ მუსიკა ჩვეულებრივი ნორმალური კომერციული და მაინც როგორ ფიქრობთ და მაინც მე გესმის მიღებ აი ეს არის ჩვენთან უბრალოდ კულტურა საუბედუროდ იმდენად იყო წნეხში რუსულში ისეთი გავლენა იყო სასტიკი რუსული კულტურის ჩვენზე იმდენ ფალსიფიცირებული იყო ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული ფასეულობები რომ ეს იყო მიჩნეული რაღაცა მარგინალურ მოვლენება და დღესაც ალბათ მარგინალურად შეიძლება ვიღაცა პაპსავიქს მოეჩვენოს გასაგებია ირაკლი დიდი მადლობა და მაინც ეს კიდევ ერთი შეკითხვა შენ როგორ ფიქრობ შენი მუსიკა უფრო კომერციულია თუ არაკომერციული მე ვთვლი რომ მე არ ვაკეთებ იმისათვის მუსიკას რომ ის გახდეს კომერციული მაგრამ თავისთავად რომ ეხა ის სიმღერები როგორც არის იგივე ნანასი როგორც არის ვიცი რომ არის ხა ამ ალბომში რამდენი 3-4 სიმღერა არის რომელიც აბსოლუტურად კომერციულია იმ თვალსაზრისით რომ დიდი სიამოვნებით ამ სიმღერებს ჩართავ მანქანაში მოისმენდა ну აი იყიდი ანუ ეს სიმღერები რომელთა ყიდვაც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება გასაგებია ირაკლი ძალიან დიდი მადლობა გავაგრძელოთ რამაზ მოგონი შეხვდა მე 42 ვარ ხათია შემოვიდა მე მინდა 15 შეკითხვა დაგისვა რა რამაზ ხათიაშვილი დამოუკიდებელი მედია მე მაინტერესებს აი სამი შეკითხვა ჩავიფიქრე და ორი დასვა ლუკამ ჩასვაგივრად სანამ მესამე დაისვა მინდა რომ გოვასწრო რა აი შეეხლა ახსენე შენ სვანსონგი ის იყო ალბომი რომელშიც 10-11 სიმღერიდან 10-11 იყო ჰიტი ფაქტიურად რა ოდნეს 96 წელი როცა ერთ-ერთ რადიოში სადაც მე მუშაობდი მაშინ სიმღერა მენატრება უფრო პოპულარული იყო ვიდრე მაიკლ ჯექსონის რომელიღაცა სიმღერა მე რაც შენ გააკეთე ალბომები ყველაში ერთად აღებული იმდენი ჰიტი არ არის რამდენიც იყო იმეთ ალბომში მარტო ეს რას ნიშნავს რომ შენ აიწერან ახსენდი ჩემი მუსიკა არაკომერციულია ეს რას ნიშნავს რომ შენ ამ კომერციას უარი უთხარი საერთოდ თუ უბრალოდ აღარ მოდის ესეთი სიმღერა არა იცი რა არის მე უბრალოდ უფრო მეტ ექსპერიმენტებს ვაკეთებ ყველა ჩემ ალბომში ყოველთვის არის იმიტომ რომ ეხლა როცა ეს არის ჩვეულებრივი ვიცით ეხლა რასაც ქვია მუსიკალური ბაზარი როცა აკეთებ ალბომს იქ 2-3 სიმღერა უნდა იყოს კომერციული თუ შენ საერთოდ პრეტენზია გაქვს ამ ალბომის გაყიდვაზე თუ ეს ალბომი გამოდის საერთოდ ხო ეს ვიცით სულ ყველა უბრალოდ სვანსონგი ისე გამოვიდა რომ სვანსონგში უბრალოდ ეს არ იყო ჩემი მიზანი რომ გავხდარიყო სულ ყველა ხიტი უბრალოდ ესე მოხდა რომ ძალიან ბევრი სიმღერა გახიდა სვანსონგიდან და სხვა ალბომებიდან ყველა ალბომში 2 ან 3 სიმღერა ფაქტიურად იყო ჩადებული თავიდანვე შეიძლება არ იყო გათვლილი როგორც ხიტი მაგრამ ყოველთვის 2-3 სიმღერა ჩემ ალბომში ყოველთვის ხიტდება და ეს არის ნორმა ეს არის სტანდარტი დასავლური ამიტომ მე როცა მუშაობ ამ მიმართულებით მე ვიცი ეს ყოველთვის და გათვლილი მაგრამ რაღაც დონეზე მაინც და აი ეს
ადრე უფრო რაღაც აკუსტიკურ ინსტრუმენტებს ხმარობდი, მე უფრო რაღაც ელექტრონიკაზე გადახვედი, ესეც ჩაფიქრებული ქონდა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ჩემი ძიების პროცესი გარკვეულწილად და სწორედ ეს შეინიშნება ალბათ ალბომების დინებაში, როგორც მიდის, და ჩემ ალბომის რომ მოვუსმენ 4-ს მივხვდები რაზეა ლაპარაკი, მაგრამ აი სწორედ ახლა კონცერტი, რომელსაც მე დაუკრავ ალბათ 30 აპრილს აჭარა Music Hall-ში, ეს არის კონცერტი, რომელიც იქნება აგებული აბსოლუტურად აკუსტიკურ ჟღერადობაზე, სადაც ნახმარი არ იქნება არანაირი ელექტრონიკა, განსხვავებით ყველა ჩემი იმ კონცერტებისგან, რომელიც მე პრინციპში მქონდა, ის საკლუბო კონცერტებისგან, ანუ ეს იქნება აბსოლუტურად აკუსტიკური კონცერტი და ეს კონცერტი იქნება აგებული აი სწორედ იმ კომპოზიციებზე, ყველაზე უფრო სვანსონგის კომპოზიციებზე და აი იმ სულიერებაზე, რომელიც ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში ჩემს მენელს და ჩემ ფანებს მოენატრათ. ანუ ეს კონცერტი, ეს 30 აპრილის კონცერტი მე დაგეგმილი მაქვს როგორც რემინესენციული კონცერტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი პრეზენტაციით ამ ახალი მასალისაც, რომელიც შედის სავსეში. ხატია რაღაც კიდევ გეკითხა წეგან და არ დაგაცადეთ მეგონი. მეგონი ირაკლი 4 ალბომი აქვს გამოცემული. როგორც კულუარული ინფორმაციას ვფლობ, მეორე ალბომის გამოცემაში დაგეხმარა ლადო ბურდული. შემდეგ იმუშავეთ ერთად თქვენ და მაქსიმემ, ანუ ლევან ჯავახიშვილმა, რომელიც ახლა ინგლისში ცხოვრობს. შენ აფრენზე მაქვს საუბარი, ერთად გააკეთეთ და ბოლო ალბომში რამოდენიმე კომპოზიციის შექმნაში თუ გაკეთებაში დაგეხმარეთ გიგა მიქაბერიძე, ხო? ხო, აი ზუსტად გეტყვი, მაგრამ როგორ იყო პირველი ალბომი გავაკეთეთ, ეს იყო სვანსონგი, თქვენ ალბათ გულისხმობთ. ეს ალბომი ჩაიწერა ცოცხლად და ჩაიწერა კეულინში 93 წელს და აქედან მე საქართველოსდან წავიყვანე ჯგუფი. ლადო ბურდული მაშინ უკრავდა ჩემთან გიტარაზე. და ამიტომ ლადომ როგორც ჯოზეფამ, ჩემო ბას-გიტარისტმა და ვოვა ვარდანიანმა, როგორც დასარტყამმა ინსტრუმენტებზე და დამკვრევმა ადამიანმა მიიღო გარკვეულწილად მონაწილეობა ამ ალბომში, როგორც მუსიკოსებმა, შემსრულებლებმა და არა როგორც კომპოზიტორებმა და არა როგორც შემქმნელებმა რომელიმე სიმღერის. ეს რაც შეეხება სვანსონგს. ანუ ყველა კომპოზიცია სვანსონგში, რომელიც შევიდა, არის ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიცია და ერთი სიმღერა, რომელიც შესულია სვანსონგში, ეს არის ჯორბენაძის სიმღერა, ცნობილი ზამთარია სიციო, რომელიც უბრალოდ პატარა ეს მაქვს რა ქვია, ეს ქართული შეყვანილი. ერთადერთი არის, რომელიც არ ეკუთვნის ირაკლი ჩარკვიანს. მეორე ალბომში აფრენში ფაქტიურად არის 4 კომპოზიცია, რომელიც მე გავაკეთე დადა დადიანთან ერთად. ეს არის ელექტრონული კომპოზიციები, რომელიც ლონდონში, ლივერპულში გავაკეთეთ მე და დადამ. ანუ იქ მე შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტიურად ეს 4 კომპოზიცია ჩვენ გავაკეთეთ ერთად. იდეური თვალსაზრისითაც და მუსიკალური თვალსაზრისითაც. ანუ უფრო მეტად შერწყმული იყო თვითონ ჩამოყალიბება, აი როგორ გითხრათ, საკომპოზიტორო საქმე უფრო მეტი ერთად გავაკეთეთ ამ 4 კომპოზიციაში. კიდე იქ რა კომპოზიციები შევიდა, ეს თბილისოები და ასე შემდეგ, ეს ვიცით თუ ყველა Silence Women's Choir-ში არის ყველა გაკეთებული, ეს აფრენს რაც შეეხება ამ ალბომს. იქ ჩემთან ერთად პრინციპში არავინ არ მუშაობდა, იქ მე მარტო ვიყავი აბსოლუტურად ამ სიტუაციაში. მესამე ალბომი ჩაიწერა თბილისში და ჩაიწერა ნაწილობრივ სტუდიაში ქართული ჩანაწერები, თვითონ როგორც ადგილი იყო, ჩაწერის ადგილი ქართული ჩანაწერები, უბრალოდ გიგა მიქაბერიძესთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ კომპოზიციაზე, ანუ გიგა მიქაბერიძემ შემომთავაზა თავისი სტუდია, თავისი სახლი, ანუ ასე ვთქვათ, სამუშაოდ ერთ-ერთ კომპოზიციაზე, რომელსაც ჰქვია ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს, მაგრამ ეს იყო უბრალოდ შემოთავაზება მისი მხრიდან, რომ მე მესარგებლა მისი სტუდიით. ეს არ იყო ერთობლივი ნამუშევარი, ერთობლივი ნამუშევარი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გიგამ შემომთავაზა თავისი სტუდია. და მე ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ მან შემომთავაზა თავისი სტუდია, მაგრამ ეს კომპოზიციები არის აბსოლუტურად საავტორო და ირაკლი ჩარკვიანის კუთვნილება თავიდან ბოლომდე.
რაც შეეხება ბოლო ალბომს, აქ ერთი კომპოზიცია ეკუთვნის ქალბატონ ქეთათოს, იმიტომ რომ ის სრულიად მან შექმნა თავიდან ბოლომდე და მე უბრალოდ ვეხმარებოდი მას არანჟირებაში და ერთი კომპოზიცია ეკუთვნის ჩემს შვილს მაქსიმეს, აი სწორედ რაზეც მაიაკოვსკის ლექსი არის დადებული. მე რჩება, ბოდიში ირაკლი რომ გაწყვეტინებ, რჩება ისეთი დაბეჭდილება, რომ ჩვენი გადაცემა მისი სახელწოდების საპირისპიროდ ძალიან ტკბილი გამოვიდა და თქვენ ვერ იმეტებთ ირაკლის მძაფრი შეკითხვებისთვის თუ უბრალოდ არ გაქვთ ასეთი კითხვები. შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ თუ რამე გაქვთ მსგავსი შეგიძლიათ ისარგებლოთ. ირაკლი, ერთ-ერთ ინტერვიუში მე მკითხეთ თქვენ, ვინ არის ირაკლი ჩარკვიანი? მივიღე ორიგინალური პასუხი. ირაკლი ჩარკვიანი არის სულის შეფმზარეული, რომელიც ამზადებს საკვებს თქვენთვის. ეს არის დაახლოებით პერიოდი, როდესაც თქვენ შესთავაზეთ ალტერნატიული მუსიკა მსმენელს და პოეზიით, თქვენი პოეზიით მოხვედით პრაქტიკულად. აი რა შეიცვალა იქიდან მოყოლებული დღემდე? მე მეჩვენება რომ შეცვლილი ხართ რადიკალურად და ამის მიზეზად მივიჩნევ თქვენი ქალიშვილის დაბადებას. ხო, ვიცით, ალბათ მე შევიცვალე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ადამიანი არ შეიცვალოს მას მერე, რაც ბავშვი უჩნდება, იმიტომ რომ უფრო შენ ხდები უფრო ზუსტი. იმიტომ რომ შენ უფრო ზუსტად იცი რომ რაღაცები გჭირდება რომ გააკეთო და ეს სიზუსტე ალბათ ჩანს ჩემს მუსიკაში. უკაცრავად, მაგრამ ეს ბავშვი ხომ პირველი არ არის თქვენთვის და მაშინ პირველი შვილის დაბადების შემდეგ რატო არ მოხდა ესეთი ცვლილება და რატო მოხდა სწორედ მეორე შვილის შეძენა? პირველი შვილის დაბადების შემთხვევაშიც მოხდა ესეთი ცვლილება უბრალოდ. მე შეეგუა უბრალოდ სიტუაცია. არა, უბრალოდ მაშინ მე მოსკოვში ვცხოვრობდი და იმ პერიოდში მე ვაკეთებდი ფაქტიურად პოეზიას, მე მაშინ მუსიკას არ ვაკეთებდი 3 წლის განმავლობაში და აი სწორედ ჩემი რუსული პოეტური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი ჩემთვის ძალიან საყვარელი გაჩნდა სწორედ აი იმ დროს. ესე იგი თქვენი შვილის, ანუ მეორე შვილის შეძენას დავაბრალოთ ის, რომ ჩემთვის როგორც მსმენელისთვის თქვენ იყავით საკმაოდ, ცუდად არ მიიღოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ განყენებულია თქვენ სამყაროში ცხოვრები ირაკლი ჩარკვიანი და ამ ბოლო დროს თქვენ გახდით საკმაოდ მიწიერი და საკმაოდ ესეთი, ცუდად არ გამიგოთ, უფრო გაადამიანურებული ხართ. არა პირდაპირ გაგებით. არა პირდაპირ გაგებით. კომპლიმენტი გამოგიჟდა, ესე იგი შენ გაგებით. ხო და აი ეს ძალიან მინდოდა ამ კითხვის დასვა და ლალიმ დაიწყო და მე მაშინ განვაგრძო უბრალოდ ეს არის სწორედ შვილის დაბადების გამო, შვილმა იმოქმედა ასე რომ თქვენ მობრუნდით უფრო ჩვენსკენ და თქვენ მობრუნდით საზოგადოებისკენ, თქვენ მობრუნდით უფრო ჟურნალისტებისკენ, თქვენ უფრო ხელმისაწვდომი გახდით და არ ხართ თქვენს თავში, თქვენს სამყაროში ჩაკეტილი, განყენებული ადამიანი. კი, გეთანხმებით, რომ ჩემო შვილმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მე უბრალოდ ბევრად უფრო შემაყვარა ადამიანები, ვიდრე მიყვარდა მანამდე, იმიტომ რომ მე შევეცადე ჩემი შვილის დაბადებას, მთლიანად ნახე როგორ იბადება ადამიანი, მე ეს არ ვიცოდი მანამდე, არ მქონდა უბრალოდ განახი და მე ამის შემდეგ ადამიანები ბევრად უფრო შემიყვარდა. აი წარმოიდგინეთ, რომ მანამდე მიყვარს 100-ჯერ უფრო მიყვარს დღეს მე ადამიანები, 100-ჯერ უფრო მიყვარს მასმედია, 100-ჯერ უფრო მიყვარს ჩემი მსმენელები და 100-ჯერ უფრო მიყვარს სულ ყველა, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ყველაზე ცუდ ადამიანშიც კი არის ძალიან ბევრი კარგი რამ და უბრალოდ ეს შენზეა დამოკიდებული. შენ შეიძლება რომ აი საშინელ ადამიანში აღმოაჩინო ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე. ამიტომ აი ამას მივხვდი მე და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განაპირობა სწორედ ჩემი შვილის დაბადება, იმიტომ რომ მე ესეთი სტრესი მივიღე, მე დავინახე რა სიძნელეებით ხდება საერთოდ მოსვლა ამ ქვეყანაზე და ამიტომ მე ხა ბევრად უფრო შეყვარებული ვარ კაცობრიობაში ვიდრე ვიყავი უწინ. დიდი მადლობა ირაკლი, ნინო გველოდება დიდი ხანია და ეს იქნება ბოლო კითხვა ჩვენს გადაცემაში. რომ სამხმიანი ეს გიტარაზე შესრულებული სიმღერა უფრო არაქართულია ვიდრე როკი. აი ეს ჩემთვის მიუღებელი აზრი. ჩემს სუბიექტურ აზრს გამოხატავ. ეს მე არ მithქოს. კი ბატონო, და მაინტერესებს აი მეინსტრიმზე ჩამოვარდა საუბარი და ალტერნატიულ მუსიკაზე. თქვენი სიმღერები რო დატრიალებულიყო MTV-ზე, იქნებოდა თუ არა ეს აღქმული მეინსტრიმით? გააჩნია რომელი სიმღერები, ხა რომ ბელოს მენატრება, რა თქმა უნდა მეინსტრიმი იქნებოდა ყველა შემთხვევაში და მე გადმოცურავს ზღვას რომ დატრიალებულიყო MTV-ზე ინგლისურად, რა თქმა უნდა, Wooden Monkey რო დატრიალებულიყო მეინსტრიმი იქნებოდა, არ იყო არანაირი პრობლემა, არ არის ამაში არანაირი პრობლემა, ეს არ იქნებოდა ალტერნატიული მუსიკა, მე ესე მგონია. და რაც შეეხება, აი მე წინ შეკითხვა რა იყო მითხარით სამხმოვანებას და ქართულ როკს უბრალოდ აქვს ის თვისება
და იმ მუსიკას, რომელიც 90-იანებში დაიწყო, ის უფრო მეც ეძებს. და ამიტომ ის უფრო ყოველთვის პროგრესულია, ის ეძებს იმ ქართულ სწორედ და იმ დამალულ, იმ შემალულ საფუძვლებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ სამხმოვანს სწორედ თქვენ რომ სიმღერებზეც ამბობთ და იმ ერთი შეხედვით ლამაზ და ჩვენ ყურმიჩვეულ სიმღერებს არანაირი ძიების სურვილი არ გააჩნია და ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და ჩვენი მუსიკისთვის და კულტურისთვის აღმოვაჩინოთ ის არაფალსიფიცირებული ფასეულობები, რაც რუსულმა კულტურამ ფაქტიურად ჩვენში მთლიანად ჩაახშო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მე ვერ დაგეთანხმებით მთავარში. როკმა სწორედ მოიტანა როკ მუსიკამ და იგივე შემდეგ უკვე პოპ მუსიკამ მოიტანა იმ ქართულის აღზევება, რომელიც მანამდე საერთოდ არ ისმინებოდა. ჩვენთან ქართული მუსიკის მოსმენა ჩვენ დროს იყო მოვეტონი. 60-იან წლებში ქართულ მუსიკას ადამიანი რო უსმენდა, ის ითვლებოდა ასე ვთქვათ გოიმად. და დღეს მას მერე რაც ჩვენ სულ ყველამ ვიმუშავეთ, მე არ ამაქვს ლაპარაკი მარტო ჩემ თავზე, მე ვლაპარაკობ სულ ყველაზე, ვინც არის ჩართული ამ მუსიკალურ სცენაში. ჩვენ შევქმნით ის, რომ ქართველი ახალგაზრდა ადამიანი ამაყად უსმენს ქართულ მუსიკას. შეიძლება ხანდახან ეს ცუდი ხარისხის მუსიკა იყოს, შეიძლება დაბალი გემოვნების კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა, მაგრამ ის სიამაყით უსმენს ამ მუსიკას. მას უკვე მას ყავს კუმირები ქართველი და ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ ეს იმ ხალხმა, ვინც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ მხოლოდ ინგლისური და რუსული მუსიკა იყო ის მუსიკა, რომელიც ჩვენთან ბონტონად ითვლებოდა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს სწორედ არ გააკეთა იმ სამხმოვანმა სიმღერებმა, რომელზეც თქვენ მელაპარაკებით. იმათმა ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ მიმართულებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აი სამხმოვანი სიმღერები, როდესაც მოდაში იყო, მაშინ ქართულ ახალგაზრდობაში აბსოლუტურად არამოდური იყო ქართული სიმღერის მოსმენა. აი ეს არის ძალიან ეს ტრაგედია იყო ფაქტიურად. ძალიან ცუდი თუ დაბალი გემოვნების მუსიკას სიამაყით მომისმენთ ჩემი აზრით. იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სიამაყე ვიგზნოთ, როცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული მუსიკალური წარმოება, რომ ჩვენი ინდუსტრია ყალიბდება, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით, რომ ეს მოხდა, ეს დაიწყო, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი ცუდი მუსიკა, ძალიან ბევრი უგემოვნება, მაგრამ ამ უგემოვნებაში იქნება 2-3 ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც, რომელიც თაობებს მე ძალიან დიდ სტიმულს მისცემს. ესე იყო ამერიკაში, ესე იყო ინგლისში, იქაც უამრავი იყო საშინელი და საძაგელი მუსიკა, მაგრამ მორისონი გაჩნდა ამ ფონზე, ელვის პრესლი გაჩნდა ამ ფონზე. ამ ფონზე გაჩნდნენ ძალიან დიდი ფიგურები იქაურ მუსიკაში და იგივე მოხდება საქართველოში. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რომ გაწყვეტინებ ესე ჩაგეჭერი საუბარში. ბოლო შეკითხვას მაინც ჩემთვის მოვიტოვებ. მე მაინტერესებს შენ ახალგაზრდა თაობაზე საუბრობდი. ფიქრობ თუ არა რომ თინეიჯერები უსმენენ შენ მუსიკას და საერთოდ გინდა თუ არა რომ ეს ასე იყოს, ანუ ის გინდა თუ არა რომ ახალგაზრდები დაინტერესებულნი იყვნენ შენი მუსიკით და შემოქმედებით. იცი რა არის? უფროს თაობაზე აკეთებ აქცენტს. არავის არ ვაკეთებ აქცენტს, მე უბრალოდ მინდა რომ საერთოდ ახალგაზრდობამ უფრო მეტად უსმინოს მუსიკას. ნუ იქნება ეს ჩემი მუსიკა, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვის მუსიკას მოусმენენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ მოусმინონ უფრო მეტ მუსიკას ვიდრე უსმენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მუსიკალური გემოვნება მაშინ უფრო ჩამოყალიბდება. ეს არის ძალიან. ჩემ მუსიკას მოусმენენ კონკრეტულად თუ არა, ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. თავარია უფრო და უფრო მეტ მუსიკას უსმინონ და საერთოდ კულტურას შეძინონ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე პოლიტიკას. კულტურა, იმიტომ რომ კულტურა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკა. ჩვენ უნდა მივხვდეთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც შეგვიძლია რომ კულტურა შევქმნათ და შევქმნათ ეს კულტურა ერთად და მოусმინოთ ყველამ ბევრ მუსიკას. აი ესეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა სტუმარ სტუდიაში მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჟურნალისტებს. დღევანდელი გადაცემა საკმაოდ ისეთი რბილი გამოვიდა, ალბათ იმიტომ რომ სტუმარი იყო ეს ნაკლებად გასაპრესი, დამათანხმებით ალბათ ამაში და მე მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით და გეტყვით რომ გადაცემას დავასრულებთ 2 ნოსტალგიური სიმღერით, რომელიც შესულია ირაკლი ჩარკვიანის პირველ ალბომში სახელწოდებით Swan Song. კარგად. Very sure.
ფერე მოვიარე მთა ყაყაჩოთი ამოვავს ჩემი ძველი ჩანთა მოვადუხე გავიკეთე შემეცვალა ფერი სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც ერთი ღერი იმედი მაქვს გასაფხული კიდევ ერთხელ მოვა დავიღალე ვერ ვიძინებ აღარ მინდა გლოვა აღარ მჯერა გამარჯვების ვერ ვიწამე ბუდა თქალამნად დავიხურე დედამისდა ქუდად დავინახე შენი სახე მომერია სევდა სიყვარულის ბრალი მახეცელზე ხელებს ხვევდა მოვერიდე გავიქეცი შველობ თხოვე ალლახს მოსახვევში დავიქეცი მოვეჭიდე ბალახს მოუკიდე გავაბოლე დამავიწყდა დარტი ზედაფთები დავიწვი და წყალში გადავარდი ჩემი სუდი გაზიელი აღარაფერს არ გავს მისდეხლა არ გაიგუდა სამსუბუქ კარგავს So shiny. God Motsuro's was no Jerem's was Romer Mova Meshen Mova La Brundevi Meshen Mova La Brundevi Shades while I see what all is said of shit lands. Agaravin argelis, agaravin mitiris tröts. Vermisse dich. Ich möchte wieder bei dir sein. Dein Lächeln ohne dich sein, alleine sein. God Motsuro's was no Jerem's was Romer Mova Meshen Mova La Brundevi Meshen Mova La Brundevi Deine Liebe ist so schön und Traurigkeit. Und erinnert mich an Ich will das Meer schwimmen, nur mit dir. Ich werde zurückkommen. Ich werde kommen. Very good.